თითქმის სრული სიბნელე, აფეთქებების ხმა, საჰაერო თავდასხმის მანიშნებელი განგაში. მაყურებელს წინასწარ აფრთხილებენ. ეს წარმოდგენა სუსტი გულის მაყურებლისთვის არ არის. ეს არის მძიმე მოგზაურობა ჯოჯოხეთში 2022 წელს რუსული ძალების მიერ ალყაში მოქცეულ მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხნის მიწისქვეშა ბუნკერში. წარმოდგენა ვაშინგტონის ისტორიული უბნის ყოფილ ტრამვაის სადგურზე თამაშდება. ტრამვაის მოძრაობა აქ 1962 წელს შეწყდა. ცივი ომის დროს სივრცე ბომბებისგან დასაცავ თავშესაფრად მოეწყო. დღეს ეს ადგილი ექსპერიმენტული ხელოვნების ცენტრად იქცა. ახლა კი სიმბოლურად ჩაანაცვლა ალყაში მოქცეული აზოვსტალის ქარხანა. აქ ძლიერი ექოა, ცივა, ბეტონებია და ყველაფერი ჩვენს განცდებს აძლიერებს. შტამბეჭდავე მუსიკა, ბომბების აფეთქების ხმა. ეს ყველაფერი გვეხმარება უკეთ გავიგოთ რა ხდება უკრაინაში. მესაყვირე, რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ინა გონჩარევას პიესა, მარიუპოლის გარნიზონის სამხედრო ორკესტრის უკანასკნელი გადარჩენილი წევრის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც თანამებრძოლებთან ერთად აზოვსტალის ქარხანაშია გამაგრებული. მიუხედავად იმისა, რომ პიესაში პერსონაჟები გამოგონილია, ისინი ძალიან რეალურ ადამიანურ გამოცდილებას და ექსტრემალურ პირობებში გადარჩენისთვის ბრძოლას წარმოგვიდგენენ, ამბობს მთავარი როლის შემსრულებელი. იძულებული ხარ იცხოვრო საკუთარ თავთან ერთად, საკუთარ ფიქრებში, ძალიან სევდიანი, ცარიელი არსებობით. როცა არ იცი ცოცხალი იქნები თუ არა მეორე დღეს, მომდევნო წამს. წარმოდგენა სამ მიწისქვეშა პლატფორმაზე ვითარდება. ტელესპექტაკლის განმავლობაში მესაყვირე, რომელსაც დარნელი ასრულებს, წერს მუსიკას, რასაც თავად ომის სიმფონიას უწოდებს, რათა შეძლოს ამ უაზრო კონფლიქტის არს ჩაწვდეს და ქაოსში ჰარმონია იპოვოს. ახალი მუსიკალური თეატრის ალიანსის სამხატვრო ხელმძღვანელს სურდა უკრაინული პიესა ვაშინგტონში დაედგა. ძალიან მინდოდა პატივი მიმეგო უკრაინელი ხალხის გამბედაობისა და გამძლეობისთვის. ფიქრობ ეს არის ისტორია, რომელიც გულთან ახლოს უნდა მივიტანოთ და მხარი დაუჭიროთ უკრაინელებს და ჩვენს უკრაინელ მეგობრებს. ამით მხარს დაუჭერთ საკუთარ თავს და დანარჩენ მსოფლიოს. გალბრეითმა მესაყვირის დადგმა უნგრელ რეჟისორს ანდო. ვიცი რომ ხელოვნება მსოფლიოს ვერ ცვლის, მაგრამ იქნებ ცოტათი მაინც ამას ახერხებს. ჩვენს დროში იმის გათვალისწინებით, რაც მთელს მსოფლიოში ხდება, თეატრს აქვს მისია. მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბროს და ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია. რეჟისორმა სპექტაკლში უკრაინული კვარტეტი ჩართო. დირიჟორმა რუსლან ბონდარმა საგანგებოდ შეარჩია უკრაინული სიმღერები და მუსიკა, რომელიც მთელ სპექტაკლის თხრობას თან მიყვება. მაყურებელთა ნაწილი უკრაინულ ხალხურ სიმღერებს პირველად მოისმენს, სიმღერებს, რომლებსაც ჩვეულებრივ ჩვენ სუფრასთან, ქორწილებსა და დღესასწაულებზე ვმღერით. წარმოდგენა მთავრდება მიწისქვეშა პლატფორმაზე, რომელიც საველე ჰოსპიტლად არის გადაკეთებული. აქედან პერსონაჟები ტყვეობაში აღმოჩნდებიან. Independence Avenue Media, Washington.